აუცილებლად გაგიჩნდებათ საინტერესო კითხვები. თავდაპირველად რომ ვთქვა, თუ ჩემთვის აიღო პირადად პასუხი იქნება ის, რომ ბავშვობიდანვე ვიზიდავდა სამხედრო საქმიანობა, ამიტომ ვეცადე რომ რაც შეიძლება ასევე სამოქალაქო სფეროშიც. ასევე რა თქმა უნდა ლიცეუმი. აქვე შევეხები აღმოსავლეთში ლიცეუმის გახსნის თემასაც. კი, ამიტომ არანაირი პირადი ხარჯის გაწევა თქვენ არასდროს სხვა სკოლის მოსწავლეები ეს იქნება საგაზაფხულო. ცხოვრება ლიცეუმში ერთფეროვანი არ იყოს. ანუ ჩვენ უფრო მრავალფეროვანი. პირველი, რასაც თქვენი ყურადღება მინდა მივიქციო, ეს არის წარსული. მეორე ეს არის ფიზიკური მომზადების, მესამე კი არის საუკეთესო მსროლელი გადის. როგორც უკვე გახსენებთ, ძალიან მომეწონა პრეზენტაცია, ბევრი რამ ახალი გავიგე კათედრებზე და სამხედრო ლიცეუმზე, შეიძლება ვიფიქრო ჩაბარებაზე. ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაგვაცნეს. ბევრი ისეთი რაიმე გავიგეთ, რაც ჯერჯერობით არ ვიცოდით ამ სამხედრო ლიცეუმთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ხალხს, ბავშვებს, რომლებსაც უნდათ ამ მიმართულებით წასვლა, ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევათ. კადეტებმა ძალიან კარგად წარმოადგენს და სრულყოფილად ეს პრეზენტაცია. ძალიან ბევრი რამ გავიგე მათ დღიურ ცხოვრებაზე, თუ როგორი აქტივობებით კავდებიან, რა შეისწავლიან, როგორ ცხოვრობენ იქ ზოგადად და როგორ განათლებას იღებს იქ ადამიანი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. კადეტები ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივიდეთ და საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარმოუდგინოთ ლიცეუმის შესახებ ინფორმაცია. უნდა დავამატო ისიც, რომ მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს დაინტერესება ლიცეუმის შესახებ და ღია კარის დღეზე და უკვე მომდევნო წელს იმედოვნებ, რომ მათ როგორც კადეტის სტატუსით ვიხილავ.